ხელისუფლების დამხობა, შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, სამართალდამცველებთან შეტაკებები, შავი სიების შედგენა და პოლიტიკური ანგარიშწორება. ძალადობრივი სცენარი, რომლის განხორციელებასაც საქართველოში ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და იმ პირებს ეწერს, ვისაც ნეპალში განვითარებული მოვლენების იდენტური სცენარი საქართველოში განვითარებას სურდათ. ნეპალით უნდა შეგვაშინო, ნეპალი კი არა, უცბად გეტყვი, ხო? არაბის მაგათი, არაბის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყინება. აი უცბად გეუნდები. უმართავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ისეთ ძალადობას მიიღებენ, ნეპალი მონატრებიათ მე რა. გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს, რომ მოხდება ნეპალი. მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი ნეპალი მონაგონი იქმნა. ნეპალში რაც ხდებოდა დაადევნებთ. კი. მოდი ნეპალია. მე მაგალითად მომხრევარ ეგეთი სცენარი. ესე სრულდება ხოლმე რეჟიმი. ჩვენ რატომ მოგვაქვს მაგალითად ნეპალის მაგალითი და ეს შემდეგ ეს არ არის ადეკვატური. კარგად დამთავრდა ყველაფერი. ჩვენს ვითომთავრობას მინდა მივმართო გადახედეთ რა ხდება ნეპალში. მე არ ამგონია რომ ჩვენ ნაკლებად ღირსეული ადამიანები ვართ. და ბიძინა ივანიშვილს დაჭირდეს, აი როგორც ნეპალში მოხდა ვერტფრენზე თოკი ჩამოკიდება თავის ვერტფრენები და ქვეყნიდან გაქცევა. ეს იდეა ბოლომდე გადაამტრო რუს ბიძინას და მე მიმართავ ახლა ქართულ ოცნებას. თქვენ კარგად ნახეთ რა მოხდა ნეპალში. შიშით შეპყრობილმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ხედავს რა ხდება ნეპალში. რომ ეს ხელისუფლება კინძისღვით არ გავაგდოთ სახლში. ჩვენ ნახეთ რა მოხდა ნეპალში. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მიიჩნევს, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც 4 ოქტომბერს 4 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, იცოდა, რომ ქვეყანას ქაოსისთვის წირავდნენ. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ნეპალი ვერ შედგა, თუმცა მათ, ვინც წინა ხაზზე მოწყვლადი ადამიანები დააყენეს და ახლა დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობა ცელით. ყველამ ყველაფერი იცოდა, იცოდნენ რომ 4-ში 4 საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ რომ თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავსიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ. კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ, ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ. ეს იცოდა 4-ში 4 საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა, პოლიტიკოსმაც და NGO-შნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ, იცოდნენ და მაინც მივიდნენ. ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა, ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ. ყველას ჰქონდა არჩევანი, აღყოლოდა ან არ აღყოლოდა, მისულიყო 4-ში 4 საათზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო, ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა, ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს, ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა იყოს. მათ კი ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობა ცელით. სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის აქციის, როგორც ორგანიზატორების, ასევე ძალადობრივი პროცესების მონაწილეების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ვინც ხელისუფლების დამხობას და ქვეყანაში დესტრუქციულ პროცესებში მონაწილეობდა, შესაბამისი პასუხი გაეცემა. დაახლოებით 5-7 ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. ყველა საფრთხილებით რომ ქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე ქონდა მანამდე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისმგებლობაში. შესაბამისად, ლოგიკურია რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. ქართულ ოცნებაში 4 ოქტომბრის მოვლენების წამქეზებლების პასუხისმგებლობაზეც მიუთითებენ, მათ შორის უცხოელ აქტორებზე. მმართველი გუნდის წევრების თქმით, მავნებლობაა, როდესაც კონკრეტული პირები ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებენ.
ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს მშვიდობიანს უწოდებს, არის ან მავნებელი, ან ზოგადად აცდენილი არის რეალობას, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქართველი იქნება თუ უცხოელი. ახლა ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი რაღაც ალიბის შექმნით არის დაკავებული, გარკვეული ნაწილი ემიჯნება თითქოს არ იცოდა, იქ არ იმყოფებოდა და ასე შემდეგ, თუმცა ეს საბავშვებადი არ არის. ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და კარგი პრეცედენტი ყველა იმ ადამიანისთვის და ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც ეცდება, რომ სახელმწიფოში ძალადობრივი გზით შეცვალოს და შეეცადოს ძალადობრივი გზით შეცვალოს ხელისუფლება, დამთავრდება ზუსტად ისე, როგორც დაუმთავრდათ ამ ადამიანებს და შეუძლიათ ეხლა, რომ ის მამაკაცური ძალა, რომლის გამოყენებასაც აპირებდნენ 4 ოქტომბერს, მოიხმარონ ციხეში. პოლიტიკური და მორალური და სამართლებრივი პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, არის ორგანიზატორებზე, რა თქმა უნდა, არის ყველა იმ პარტიაზე, პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პირზე, თუ სხვადასხვა ჯგუფზე, მათ შორის არასამთავრობოებზე, რომლებიც არა მარტო თვეების, წლების განმავლობაში საქართველოში ანტიდემოკრატიულ, საარჩევნო, ასე ვთქვათ, შედეგების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. პლუს არის, რა თქმა უნდა, იმ უცხოელ აქტორებზეც, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს იბრმავებდნენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანზე. ხალხის ძალაში კი აცხადებენ, რომ ნაცოპოზიციამ კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი რადიკალურ პროცესებს მხარს არ უჭერს, თუმცა კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლის მითითება ქვეყნის გარედან მიიღეს. აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საზოგადოების მხარს არ უჭერს რადიკალურ პროცესებს. ვფიქრობ, რომ თვითონაც იცოდნენ ეს, თუმცა სხვა როგორც ჩანს გამოსავალი აღარ ქონდათ, იმიტომ რომ უფროსებმა უცხოეთიდან ასე უბრძანეს და შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეხლა უკვე რეალური და ფაქტობრივი მდგომარეობა ესეთია, რომ რადგან შენ წახვედი კონსტიტუციის წინააღმდეგ, დამხობა გინდოდა და ასე შემდგომ, შესაბამისად უნდა შეირგო ის სასჯელი, რაც გეკუთვნის. ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ამ მუხლებით ბრალი კიდევ 17 პირს წარედგინა. ნაწილი უკვე წინასწარ პატიმრობაშია. ძალადობრივ პროცესებში მონაწილე პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასულ ვიდეო კადრებზე აღბეჭდილი და 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.